გამარჯობათ მეგობრებო, არხის გამომწერებო, კარგო ხალხო. და პისტოლეტის მოყვარულებო. აი ესეთი პისტოლეტი მაქვს. პატარა ხელი მაქვს და თლიანად იმალება ისეთი პატარა რაღაცა. ეს არის ეგრეთ წოდებული დამხმარი იარაღი. კალიბრი არის 7.65. აი ესეთი ტყვიებია, ბომბორა ტყვიებია. და გეკოს რო იძახიან იმაზე გაცილებით ძლიერი. აი ესეთი რაღაცა უყენია ზეთ. მე რომ შარვაზე რო დაიმაგროთ რა. ხო აი ესეთი რაღაცა რა. დანის კლიპს არ ვარ, კლიპს საქართველოს როგორ იქნება, არ ვიცი, მაგრამ მოკლედ აი ესეთი რაღაცა რა. სადაც გინდა ხო, საკიდარი არის აი ესეთი. ესეთი სადმე რომ, რა ვიცი. წინდაშიც კი ჩაიდებთ ისეთი ძალიან პატარა. და მოდი ახლა თვითონ იარაღზე ვილაპარაკოთ. შიგით მიდის 7-ია ესეთი ვაზნა. ჭიდი ესე გამოდის, აი ესეთი რაღაცა დააწვევთ გამოვიდა. მოდი ამ სამცალს შავდებ. და მე თან ვილაპარაკოთ და თან მე ვაკუხოთ. ეს ჭიდი არის ძალიან კაი რკინისგან გაკეთებული, აი ესეთი პრიალა რკინაა და აქ ნახორტები აქვს. ანუ ხედავთ რამდენი ვაზნა დევს, რაც მე მალე მახარებს. პისტოლეტი არის როგორ გითხათ, ძალიან პატარა. ამერიკული არის, P30, თვითონ იარაღს ქვია, P30. P ალბათ პისტოლეტს ნიშნავს. არის აი ესეთი, ანუ ჭიდს რო უკეთებთ. საერთოდ ჭიდი აი ოდნავ გამოწეულს ტოვებს, შეიძლება აი იმაზე თქვას, რომ აი ეს გამოწეული გეხმარებათ. დანარჩენი აბსოლუტურად ნუ 9 მმ-ს კიდე გაძლევთ სიგრძეს, მეტი არა. იარაღი ეს უკან დაფარული აქვს, ანუ მოდი გადავტენოთ. აი ხედავთ, რა გავისრე. და ანუ რო დახედოთ აქ, დაინახავთ, ეხლა არ არის გატენილი, გავტენი. და ეს რკინა ამოვიდა. ეხლა დამიძნება როგორ გითხრათ რა. ამითი შორმანძილზე ვერ დაუმიძებ. სამიზნეთ აქ ძალიან ისეთი ფთხელი და მინიმალისტურად ამოწეული. ანუ ეს არ არის რომ დათათუდა შეავარ და ცხენიდან ვიღაცებს ვესვე. ეს არის ამოვიღე და მეტრაზე, 2 მეტრაზე დაუმიზნებლად აი ესე ვისრულე. აი ესეთი რაღაცები და ვიღაცას უმიზნებ ამით ეგ უნდა გამორიცხოს. ყველა შემთხვევაში ვეცდები რომ ეგრევე ვესულო დამიზნებით, მაგრამ ეს არ არის მაგისი იარაღი. კიდე ერთხელ თქვი, დაიჭერით ან ძირითადი იარაღი დაკარგეთ, რაღაცა მოვიდა ამან იფიქრა რომ აგერ ნახეთ პირად დღეშია, ტყვიები გაუთავდა, იარაღი აღარ აქვს, ამ დროს ამოიღე და პირდაპირ გამოიყენებთ. ანუ ზუსტად მაგისთვის არის, მეტი არაფერს არ არის გაკეთებული ეგ რაღაცა. წავედი ტყეში, მიზანში ვისროლე და რამე ეს მაგისთვის საერთოდ არ არის. ქალებს შეუულიათ კი ჩანთაში ჩააგდო, ვისაც ტარების უფლება აქვს. პატარა ადგილს იკავებს, ხელის დიდი არ აჭირდება ისეთი. ქალის ხელის პატარაა და ანუ ხელში კარგად ჩაჯდება. ისიც ეხლა ქალმა რა უნდა გააკეთოს. თუმცა მარგარიტ ტეჩერის ხო მაგარი ქალი იყო. და მაიაწყნეთელი. იმდენ კაცებში რომ დადიოდა და ბიჭი ეგონათ, რა საშინელებს აყვებოდნენ იმის თვალწინ ალბათ, ჰა? აი რომ მომაგონდება ხოლმე რაღაცა გული რაღაც შემიფრიალდება ხოლმე საწყალი მაია. მოკლედ ქალებს თავი დავანებოთ. ნახეთ? ლუნა აი წინ შეხედეთ აქა წასქელებული, იმიტომ რომ პისტოლეტი პატარა, ვაზნარი ძლიერი და რო გაწუროს და უფრო შემტანი ძალა მისეს თვითონ ჭურს. წინ არის წასქელებული, ლულა არ გახიოს რა. თორე ძალიან ადვილად შეიძლება რომ გაიხეს ლულა. იარაღს მოეკეთ ისე როგორც დატენეს. ყველა შემთხვევაში თუ ბავშვი ყავდა სათამაშო თოფია, იქიდან მიაჩვეთ რომ არავის არ მიუშვიროს. თუმცა ომბანა როგორ თამაშოს. მოკლედ ეს ხოვრება რაღაც ძალიან ჭრელი გახდა რა. მოკლედ მოდი ვისროლოთ. აი ესე გავუკეთებ. რა ეს არც ამ ჯერა როგორიც აი ესე. გადავტენი. ურეს მე მაინც დავიცავ. იმიტომ რომ ესეთი პატარა იარაღები ვერა გულხმას გამოცემე ხოლმე ჩემი გამოცდილებიდან ვიცი. მოდი აბა დაუმიზნებ და
ვეცდები რომ გავარტყა. ისა ეს ეხლა ნახეთ. სროლის დროს რა გააკეთა, იცი? ანუ, რომ მეგონა რომ გადავტენე იარაღი. აი ესე დარჩა. უკან დარჩა ესე პატარაზე. ანუ ხელის მიწოლა დამჭირდა რომ ჩამჯდარებო. პირველ ტყვე რო ვისროლე. იმის შემდეგაც ზუსტად იგივე სიტუაცია იყო. ორი ნორმალურად ისროლა. ერთი კიდე აი ოდნავ ესე გამოწეული დაწევა და თითის მიწოლა დამჭირდა. შეიძლება დასაზეთიან გასაწმენდი ზუსტად არ ვიცი. ტყვის ბრალი არ არის, იმიტომ რომ ტყვია საკმაოდ ძლიერია. მოდი ჯერ მივიდეთ იქ ნახოთ რა ხდება. ერთი როგორც ეტყობა ჩაკვრა გავაკეთე, დანარჩენი ესე მოხვდა რა. ნუ აქ რო ვიღაცის თავი ყოფილიყო, მოარტყავდით. თან ვესწოლე არც ისე ახლო მანძილიდან ამ იარაღისთვის კიდე ვიტყვი რა. მანძილი არის 2-3 მეტრი. ნუ 5. აი 5 მეტრის იქით, 15 და 20 და 30 მეტრი ეს იარაღი ეგრე არ ამუშავებს. ხელში სროლის დროს იგზნობა რომ ძლიერი ტყვია არის, ანუ აი ესე რაღაცა იმასავით არ მიდის, ანუ აგდე იარაღს ზემოთ აგდებს. ანუ რომ მიაყაროთ მაგაზე მომზადებულები უნდა იყოს, რომ იარაღი დაიწყებს ეგეთი რაღაცის გაკეთებას. ამიტომ ცოტა მაგრა უნდა ჩაჭიდოთ, რომ რთულია როცა აი ესეთი პატარა ისაა, რა რომ ეგეთი რაღაცა გააკეთოთ, ამას ჩაჭიდოთ. დანარჩენი. ნუ შენიშნა ამაზე რა მაქვს, ისა მაქვს, რომ ნახეთ რაც მოხდა. ანუ აი ესეთი რაღაცაა რა, აი ესე, ოდნავ, სულ ოდნავ. რომ დავხედე ვერც მივხვდი რა რომ გამოწიეთ, ადვილად რომ მოვიდა. მე დავაკვირდა და თითი მივაწექე და გაიტანა. ანუ ანში მტერია. ან რაღაცაა რა, იარაღის ბრალი გასაწმენდიან შეიძლება ოდნავ ზეთია გასაკეთებელი. მოდი ახლა გავუკეთოთ ესა. კიდი გადავტენი, ამაში ახლა არაფერი არ დის, მაინც უსაფრთხო ადგილს და ნახოთ როგორ ისრის, ნახეთ. ესე მოვიდა. მერე გამაგრდა. რო გამაგრდა, რო ქაჩავთ უყურეთ აქა, ამას ფეხზე აყენებს. აი ნახე სადამდე მოვქაჩე. და მერე ისრის. ანუ ეს მაგიტომაც არის რა, მიზანში თუ სროლა გინდა და ეგეთი რაღაცებია, გაიჭე და მერე ქაჩეთ, მერე გაისროლა, ხო? არ არის კიდე მაგაზე მოწყობილი რა. ეს არის ამოიღეთ პირდაპირ ჩადე და მთელი ძალით გამოწიე და გაისროლა რა. დანარჩენი სროლა რომ მორჩება ყოველთვის გადახსენით, ნახეთ, დასხლტეთ, ჭიდი ცალკე ქონდეთ, იარაღი ცალკე ქონდეთ. ეს იყო სუპერ პატარა, აი ესეთი იარაღის განხილვა. თუ ვინმეს ქონიათ ან გამოგიყენებიათ, მოგწერეთ თქვენი აზრი, ესეთი იარაღებზე რა აზრის ახართ. დანარჩენი კიდე აი შეხედეთ როგორია, ახლოდან მინდა რომ დაგათვალიერებინოთ. აი ესეთი რაღაცა არის. აჰა, გავუკეთებ ამას. იც შვენი რაღაცა სადმე შეგიძლიათ შეინახოთ პერანგი ჯიბეშიც. ამითი გამოგემშვიდობებით ეს იარაღის განხილვა დავამთავროთ. კარგად ბრძანდებოდეთ შემდეგი იარაღის განხილვით.